ნიკოლაძე გონი საინტერესო მეტი უნდა იცოდე ჩემი აზრით. ინფორმაცია მათთვის, ვისაც საფხულის წელი დღეების გატარება შავი ზღვის სანაპიროზე უნდა აჭარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი Dreamland Oasis ჩაქვი. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა გახსნის გრანდიოზული ცერემონიალი გალა კონცერტი დასრულდა. აკვაპარკი, ულამაზესი სანაპირო ზოლი, აუზები, რესტორნები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასვენება. ნახეთ ეკას ესიკაშვილის სიუჟეტი ჩაქვიდან. დღესდღეობით კომპლექსში შექმნილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, ყველა თაობისთვის, ყველა ასაკის ადამიანისთვის. ყველა შეუძლია თავის ადგილი იპოვოს, თავისი რაღაც მიკროსივრცე შეიქმნას. ეს არ არის რაღაც სასტუმრო, ან რაღაცა ისეთი რეზორტი, ეს არის რაღაცა პარკი რა. დღეს შენ ცხოვრობ და დღეს შენ ისვენებ პარკში. ეს არის აი სელექცია ისეთი სცენარეების, რომელიც არის უნიკალურია. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის ადამიანის დასვენებისთვის რა. ეს არის რა გარემოში მოდიხარ და რა გარემოში ისვენებ რა. ზოგადად მთელი დღე ადამიანი რაღაც გარე სივრცეებში ატარებს რა. და იმ ქალაქიდან, ურბანული გარემოდან, მანქანებიდან, აი რაღაცა ხმაურიდან, როცა შენ რაღაც პარკში ხარ, ეს არის გადამწყვეტი. ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ამით ნამდვილად ვამაყობ. იყო სამტრო სასიცოცხლო, ანუ ყოველთვის ახლა მე გამომდინარე იქიდან რომ უფრო ნაკლებად სპორტული ვარ. მაგრამ დამთავრდა ფრე. მაგრამ ფრე დამთავრდა, მეგობრობამ გაიმარჯვა. თუმცა არც ერთს არ დაგვithmia არც ერთისთვის. აქ ჩამოვდივართ ოჯახებთან ერთად, ბავშვებთან ერთად ვისვენებთ და რა თქმა უნდა ბავშვებს ძალიან მოწონთ, იმიტომ რომ ყველანაირი სივრცე არსებობს აქ. დაწყებული ფეხბურთის სტადიონით, დამთავრებული, რა ვიცი, აი მართლა ყველაფერი არის იმისათვის რომ დაისვენო, ისიამოვნო. ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ერთად განიტვირთო და რაღაცა ეს მთელი წელი დაძაბული წლის შემდეგ რაღაცა გავერთოთ. და ამ ულამაზეს გარემოში, ამ ულამაზეს გამწვანებაში, სულ ბუნებაშია ეს ყველაფერი ჩასმული და საღამოს ჩვენ სპორტულ აქტივობას ვამთავრებთ ფეხბურთით. კი, ბავშვებთან ერთად, ესე იგი გავიყოფით ხოლმე და ვთამაშობთ ფეხბურთს. წელს გვემატება ახალი საცხოვრებელი შენობა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ინფრასტრუქტურა, ეს არის სპა-ცენტრი. სპა-ცენტრი იქნება უნიკალური, მაშინ არის ასე ვთქვათ მრავალფეროვნება, ყველა სახის მომსახურეობის და ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კომპლექსი გავხადოთ 4 სეზონიანი. მშენებლობის პროცესში გვაქვს კიდე ერთი შენობა, რომელიც უნდა დამთავრდეს 2029 წელს და ამასთან ერთად მოისაზრება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა და ამ პერიოდის დასრულება, რომელიც წარმოადგენს პირს, რომელიც იქნება ზღვაში დაახლოებით 140 მეტრის სიღრმეში შესული, სადაც რაღაც ერთ სივრცეში იქნება მოქცეული, როგორც აუზი, ისე რაღაც კვების ობიექტები, ასევე ეს იქნება ნავის სადგომი, იქნება საკონცერტო სივრცე და ჩვენი ბულვარი, რომელიც დღეს წარმოადგენს 450 მეტრს, ის გაიზრდება დაახლოებით 350 მეტრით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელიც დაემატება კიდევ ამ კომპლექსს. წელს დავიწყეთ Dreamland პარკის ახალი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურადაც მიღმული იქნება
Dreamland Oasis შეიქმნება რაღაც ერთიანი ეკოსისტემა. 2027 წელს მოისაზრება ახალი პროექტის განხორციელება Dreamland Botanico, რომელიც მდებარეობს ბოტანიკური ბაღის ძირში. ამით დაკავშირებული იქნება ყველა ეს კომპლექსი ერთმანეთთან. მოისაზრება, რომ ეს ჩვენი 450 მეტრიანი ბულვარი გახდეს დაახლოებით 2200 მეტრიანი ბულვარი, რომელიც მიიყვანს Dreamland Oasis-ის დამსვენებელს ბოტანიკურ ბაღამდე პირდაპირ. რატო ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩემს ძალიან კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული და ძალიან ძველ დროსთან, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება. დიდი ხნის მერე ეხლა ჩამოვედი პირველად და აბსოლუტურად შეცვლილი სხვა რამე დამხვდა. რაღაცა დიდი კომპლექსი, აბსოლუტურად სხვა გარემოთი, მაგრამ რაღაცაერთ ეს რაღაცა მთავარი აქვს შეერჩენილი ამ ყველაფერს. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, ნამდვილად სეზონის გახსნა არის დღეს და ემოციებით ვართ სავსე დატვირთულები. საოცარი მსმენელი გვყავდა და ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი შემოქმედება ამ არაჩვეულებრივი მსმენელისთვის. არაჩვეულებრივი მაყურებელი იყო, რამაც ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და ჩვენც დატვირთულები ვართ ემოციებით და მოყვება ეხაც ემოციები. ზღაპრულ გარემოში ზღაპრული საღამო გამოგვივიდა. სასწაული ემოცია იყო დღეს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პუბლიკა, გარემო, სრულიად მთელი შემადგენლობით მსმენელი დღეს იყო გაერთიანებული. გილოცავთ დღევანდელ გახსნას, გულოცავთ ჩვენს თავს და ვართ მართლაც ბედნიერები, იმიტომ რომ ესეთი ემოცია იშვიათობაა ცხოვრებაში, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, სიამაყეა ჩვენზე ლაპარაკობ ჩვენი გაკეთებული საქმეები, როცა ადამიანები ამას აფასებენ, უყურებენ და ამით იტკბებიან, რა თქმა უნდა, ეს იძლევა იმ იმპულსს, რომ სხვა მეტი პროექტი, სხვა ახალი პროექტები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ უფრო კარგი, უფრო მიმზიდველი და ერთიანობაში, ესე ვთქვათ, ეს არის ის კატალიზატორი, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ გავჩერდეთ, გავაგრძელოთ და უფრო უკეთესი და უკეთესი პროექტები განახორციელოთ.